მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ პირველი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არ არის აღდგენილი და არც ნაბიჯები არ არის გადადგმული აქეთკენ. აი ხა რაღაცა ვიწრო პროფილურ კონფერენციაზე ბოჭორიშვილის დასწრებას, რომ გვიპიარებს პროპაგანდა და გვეუბნება, რომ ვითომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. მინდა ვიკითხო, პირველი ურთიერთობები ნორმალიზდა? არა. სტრატეგიული პარტნიორობა არის აღდგენილი? არა. თუნდაც ერთი ნაბიჯი იმ ხუთი მკაფიო ნაბიჯიდან, რომელიც მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, არის გადადგმული? არა. ან რამე შეიცვალა ქართველისთვის? მაგრამ აქეთკენ მივდივართ, ეს არის პასუხი. მივდივართ? არ ვიცი. არავინ არ იცის, იმიტომ რომ ვიწრო პროფილური რატომ არის ის? იმიტომ რომ ეს იყო ძალიან კონკრეტულ საკითხზე, სხვა შორის ევროპაში ძალიან ბევრის მიერ გაკრიტიკებულზე, მაგრამ მე ამაში არ შევდივარ. ძალიან კონკრეტულ საკითხზე გამართული კონფერენცია. ეს არ არის პოლიტიკური თანამშრომლობის ის მაღალი დონე, რაც ახასიათებს სტრატეგიულ პარტნიორობას. ის რომ ხა აეკი და ბოჭორიშვილი, რუბიოს და ცადარო ფოტოში ყოფილიყო ახლოს, ეს ნიშნავს ინვესტიციას? არა. ეს ნიშნავს ურთიერთობების ნორმალიზებას? არა. ეს ნიშნავს რომ რიგითი ქართველისთვის ამე შეიცვალა? არ ნიშნავს, მაგრამ მოასწავებს ინვესტიციას თუ ურთიერთობებს? არა, იმიტომ ინვესტიციას და გაუმჯობესებულ ორმხრივ ურთიერთობებს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, მოასწავებს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, თავდაცვის უნარიანობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და დაბრუნება. და ეს არის ისეთი რაღაცები, სადაც ჩვენ ვემხრობით. ლელო ძლიერ საქართველოს სურს ხაზიმინა გაუსვა, რომ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს გაგვაჩნდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაგრამ ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა და ეს ნაბიჯები არ არის გადადგმული, ხო? ეს ფაქტია, ხო? რუბიოს მიერ დაწესებული ნაბიჯები და არა ჩემს მიერ ნათქვამი რამე, რუბიოს მიერ მოთხოვნილი ამბებიდან არც ერთი არ არის შესრულებული. ამიტომ ამ პირობებში ვიცით, რომ საქართველოს ამბავი წინ არ მიდის, პროპაგანდის ამბავი მიდის წინ და ერთიც მინდა დავამატო, ძალიან ხშირად მიშტება შტაბეშტილება, რომ ქართულ ოცნებას სურს ზუსტად ეს და მხოლოდ ეს და მეტი არაფერი, რომ მათ შეეძლოთ რაღაცა ფოტოს გადაღება ალაგ-ალაგ. აი ბოჭორიშვილის მიზანი ხანდახან მიფიქრია, არის მხოლოდ ის, რომ რაღაცა ფოტოში მოხდეს. ის კი არა, რომ ქართულმა სახელმწიფომ სიკეთე ნახოს, ქართველები გამდიდრდნენ, ქართული ჯარი, ქართული საჯარო სამსახური, ქართული გეოპოლიტიკური სტატუსი წავიდეს წინ. არა. ის რომ თვითონ მოხდეს რომელიღაც ფოტოში, სადღაც, აი ეს არის ხოცვის საგარეო პოლიტიკა დღეს და საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ერის ინტერესებზე ზრუნვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. და ეს არის ტოლფარდი საშინაო პოლიტიკისა, ხო? აი მთელი საშინაო პოლიტიკის ურთიერთობები გადაიტვირთება, მთავარი საზომი ეს იქნება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. უკეთესის ვიდრე ამ დრომდე ქვეყანას ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აი თქვენ ამბობთ, რომ არც ნიშნავს ეს შეხვედრები ამ აღდგენას და არც მოასწავებს აღდგენას. აი რა გაფიქრებინებდათ, რომ ნელ-ნელა ქვეყანა აქეთკენ მიდის? მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია ამ კუთხით არის ძალიან მარტივი. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ოფიციალურად განცხადებული 5 ჯერ თუ რა უნდა გააკეთოს რეჟიმმა იმისთვის, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. ეს არის ისეთი რაღაცები, როგორც ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება, ირანზე რიტორიკის და პრაქტიკის შესწორება და ამის საპირისპირო ნახეთ კიდევ ერთხელ აი ეს რაღაც 2-3 კვირის წინ. ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, ამის საპირისპიროს ვუყურებთ ყოველ დღე პრაქტიკულად, როდესაც deep state-ზეა საუბარი, როდესაც წარსულ ელჩებს ესხმიან თავს, მაგალითისთვის, ხო? და აი ჩვენ მოვისმინეთ ახლა მდინარეძის სრულიად გაუგონარი ენით აღუწერილი უტიფარი პასუხები. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეკითხებოდით, თუ სწორად მახსოვს, ამ მიმართულებით მას და ჩვენ ყველამ ნახეთ, ხო? მედიას დასაბუთების არ მოვაქვს. ამ ბრალდებებს თუ ამ შეფასებას რაც აქვს ხელისუფლებას წინა ადმინისტრაციის მიმართ, არ შეუძლია გავლენა მოახდინოს მოქმედის დამოკიდებულებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ანუ ამას დიდ ბრალდებად ვერ აღიქვამს ტრამპის. აი ამაშია პრობლემა. თქვენი აზრით აინტერესებს ტრამპის ადმინისტრაციას კელიდენზე თუ წინა ადმინისტრაციაზე რა სიტყვის ქართული ოცნება? ნახეთ, შევა თვითონ ტრამპს გააჩნდეს წინა ადმინისტრაციის მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მას ყავს ვიცე-პრეზიდენტი, ყავს სახელმწიფო მდივანი, ხო, ანუ საგარეო მინისტრი, ყავს მთელი აპარატი, აი ესენი deep state-ს ეძახიან, ხო? ადამიანები, რომელიც წარმოადგენენ ამერიკას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მისი პრეზიდენტი კონკრეტული რამდენიმე წლის განმავლობაში. როდესაც დინარაძე და კოლექტივის ზარქუა გამოდის და აი ეს რაღაცებს იზახიან, ეს არის აღქმული საელჩოს მიერ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც ანტიამერიკანიზმი. და ანტიამერიკანიზმი არის შეტანილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად მოლაპარაკებაში, ხო? რუბიო ამას ზომავს. მისთვის ამას აკეთებს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი. რუბიო კი არის ეხლა და კი არ უსმენს და იმაზე IPN-ს კი არ გითხულობს, რომ აბა რა თქვა,
წილოსანმა, არა, ამას აკეთებს საელჩო, ვისაც ესენი თავს ესხმიან და სახელმწიფო დეპარტამენტი, ვისაც ესენი deep state-ს ეძახიან. ამიტომ სრული რაღაცა პოლიტიკური ბიპოლარული აშლილობა არის, ხო? ერთი ხელით ვითომ უნდათ რომ რაღაცა ურთიერთობები ნორმალიზდეს, ამიტომ ეგეც არ უნდათ, ჩემი ხმარწმენით, მათ უნდათ ქოცურ ფასად, აი იმენდის პოსტისთვის უნდათ მასალა. იმისთვის კი არა, და ახლა ჩემი მწმენელი ვინც ახლა გვისმენს, ხო? რომ ის გამდიდრდეს, რომ თქვენ წინ წახვიდეთ, რაღაცა ეკონომიკური მოხდეს, რაღაცა ისევ და ისევ თავდაცვის უნარება დაიხვეწოს, მართლა მშვიდობის შანსი ქონდეს, რაღაც ქვეყანა წინ წავიდეს, ამისთვის არ უნდათ საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა უნდათ იმისთვის, რომ მაკა კარგად ჩანდეს. აი წარმოიდგინეთ, ქართული სახელმწიფო კი არა 1000 წლოვანი. ვინმე მაკა რო კარგად ჩანდეს, აი ამას ახმარენ, აი ეგრეთ წოდებულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მაგრამ პროპაგანდას რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლება ამბობს, რომ ნახეთ, ჩვენ კომუნიკაცია აღვადგინეთ, ჩანს რომ ვაშინგტონში ჩადიან თუ ისინი ჩამოდიან თბილისში, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც და გუშინ მაგალითად აი დონალდ ტრამპის მიერ მოწერილი წერილიც ისე არის მათი მხრიდან ასე გადმოცემული, რომ ის მადლობას უხდის და არა მხოლოდ მადლობას, არამედ თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს, გაძლიერების სურვილს. ხო, ეს კარგად აჩვენებს, მე ვფიქრობ, აი მაგონებს მართლა მაკრონთან შეხვედრას მაგონებს, რომელსაც კოკაინშიქს უწოდებდნენ 2-3 დღით ადრე, მთელი ქოცური აპარატი ესხმოდა თავს, ხო, გავიხსენოთ, საკრებულოს წევრები რეგიონებში, ტროლები, ბოტები, მაღალჩინოსნები, დაბალჩინოსნები, მთელი სისტემა დაარაზმეს, რომ მაკრონი ელანძღად ერთი კვირა. და მე, როგორც კი კობახიძეს 3 წამით წამოარტყა ხელი, მთელი ქოცური აპარატი გადატრიალდა უკან, აი ცალფეხზე დგომა რომ უყვართ ხოლმე, რასაც ხუზეასეს ლაპარაკობენ და ცალფეხზე ხტომა დაიწყეს, რომ მაკრონი რა მაგარი კაცი ყოფილა, რატო? იმიტომ რომ წამოუთაქა ირაკლი კობახიძეს 3-4 წამით და გაცვალა დაახლოებით 5 სიტყვა. აი ეს 5 სიტყვა პროპაგანდამ მაშინ გეხსოვებათ მონათლა როგორც წარმოუდგენელი შედეგი ქართული საგარეო პოლიტიკის. მაგრამ გრიგოლ, ეს ბარათი, ამაზეც ვიტყვი, ეს ბარათი არის გენერიკული როგორც ვთქვათ, ავტომატურად გენერირებული, სტანდარტიზებული ტექსტი, რომელიც მიიღო ყველა სახელმწიფო მეთაურმა აბსოლუტურად, ვინც კი მიულოცა 4 ივლისი და ძალიან მნიშვნელოვანი 4 ივლისი იყო 250 წლის იუბილე ტრამპს. ამიტომ ტრამპმა საერთოდ არ იცის ირაკლი კობახიძე ვინ არის, შემიძლია გითხრათ, არც ინტერესი არ გააჩნია, ტრამპს აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები, ბუნებრივია, როგორც ნებისმიერ სურათულ სახელმწიფოს და მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებს. კარგია, რომ არ იცის ირაკლი კობახიძე ტრამპმა. მას გაუმართლა, ვინც ვიცით, იმათაც გვეყოფა. სანამ ვიცით და გვახსოვს. აი თქვენ როცა ამბობთ, აი მაკრონი ახსენეთ ტრამპის ეს წერილი, რაღაცნაირად იმის დემონსტრირება ხომ არ არის ასევე თქვენი მხრიდან, რომ ყველაფრის გაუფასურება გქონდეთ მიზნად. იმიტომ რომ აი როცა მაშინაც და ახლაც ამბობთ, რომ არც ლეგიტიმაცია აქვს ხელისუფლებას, იზოლაციაშია, აი ტრამპმა სულ არ იცის ირაკლი კობახიძე ვინ არის და რაღაცნაირად ურთიერთობებიც არ არსებობს, მაკრონის გასაუბრებაც რაღაცის მანიშნებელია, რომ მას ვინმე გამარჯვებას ეუბნება და ესაუბრება და დაინტერესებულია, რომ იქნებ რაიმე ურთიერთობა აიწყოს. ისევე როგორც ტრამპმა უპასუხა სამადლობელო წერილით კობახიძეს. ხო, ტრამპმა მე დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ იცის მართლა ირაკლი კობახიძე, ეგ კი არა ევროპის სახელმწიფოების სახელები არევია, ხო, ზოგჯერ. ტრამპი ძალიან დაკავებული კაცია, ძალიან ბევრი საქმე აქვს, ძალიან მძიმე გრაფიკი აქვს, საკმაოდ დიდ ასაკშია, ირაკლი კობახიძე არ არის მის მენიუში, მის აჯენდაში და მის ინტერესებში, მით უმეტეს არ არის მაკა ბოჭორიშვილი. მაგრამ რუბიოს უკეთესი ბრიფები მისდის ხოლმე უფრო საქმეზე ამაზე და ალბათ იცის ხო და იცის ის საშინელება. მოკლედ იმის თქმა გვინდა, რომ ეს მინიმალური კომუნიკაცია რაც არსებობს, ეს არ არის შედეგის მომტანი სამომავლოდ თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა. შეიძლება იყოს, დაგეთანხმებით, შეიძლება იყოს, ეს არავინ არ იცის, მაგრამ ამ მომენტისთვის და მე ამ მომენტს ვაანალიზებ, არანაირი ხელშესახების შედეგი არ არის სახელმწიფო. ამავე დროს ხედავთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობები ურთიერთობები, თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით ურთიერთობები არის პრაქტიკულად ნოლზე. ამ ხელისუფლების გამო, იმიტომ ის რაც მოაქვს სტრატეგიულ პარტნიორობას, არის გაუქმებული. აი, როდესაც აღადგენენ სტრატეგიულ პარტნიორობას, თუ აღადგენენ, მაგრამ ამას ფასი ექნება, ხო? კონკრეტული რაღაცები უნდა გააკეთონ, ამას ვამბობ, იმისთვის, რომ აღდგეს ის ჩარჩო, რაც ჰქონდა და მარტო ჩვენ ჰქონდა. და ეხლა მარტო ჩვენ არ გვაქვს ამ რეგიონში. მარტო საქართველოს ჰქონდა და ეხლა აქვს ორივეს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც და ჩვენ აღარ გვაქვს. აი, ეს არის
ნათელი დასტური იმისა, რაც გჭირს, ხო? ყველა ირგვლივ წავიდა წინ. მართლა მშვიდობით და უსაფრთხოებით დავისვათ ოპოზიციას რაიმე შესაძლებლობა ამ პროცესში გაქვთ თუ არა? ცოტა შორიდან დავიწყებ, როცა ამერიკული დელეგაცია ანდრეულის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა საქართველოში, მათი განცხადების ადრესატი ხელისუფლებასთან ერთად იყო ოპოზიციაც. და იქ იყო საუბარი ოპოზიციის ჩართულობაზე დემოკრატიულ ინსტიტუტებში, თანამშრომლობაზე და ასე შემდეგ. და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობაც მათ შორის გარდა, ასე ვთქვათ, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა. აი, როცა თქვენ ამბობთ, რომ მას უნდა ქართულ ოცნებას აინტერესებს შტატებთან ურთიერთობა, ოღონდ მას უნდა აქ მინიმალური დანაკარგი ჰქონდეს, თქვენ რაიმე შესაძლებლობა აქ გაქვთ? რაიმე სივრცეს გაძლევთ ეს როგორც ოპოზიციას იმისთვის რომ ქართულმა ოცნებამ რაღაც ნაბიჯი მაინც გადადგას, თუნდაც იმისთვის რომ პოლიტიკურ სტაბილურობას ხელი შეეწყოს ქვეყანაში. ნახეთ, ქართული ოცნების რეჟიმს ძალიან მკაფიოდ ეთქვა ამერიკელების მხრიდან, რომ პარტიების აკრძალვა უნდა შეწყდეს, უნდა მოხდეს ისეთი ტიპის ზომების მიღება, რაც სულს არ შეუხუდავს დემოკრატიულ ძალებს და უნდა მოხდეს პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა და აი სწორედ ეს ორი რამ პოლიტიკურ ნაწილში თუ ავიღებთ, რა თქმა უნდა პოლიტიკური მართლმსაჯულება ამის ნაწილი არის, ბუნებრივია, თუ ადამიანებს იჭერ და აპატიმრებ და რაღაცა ტყუილებს აბრალებ, ბუნებრივია, მათ პოლიტიკურად ზღუდავ და ხუთავ, ამიტომაც ეს ინკლუზიის ნაწილია, თუ ინკლუზია გინდა ეს არ უნდა გააკეთო, ძალიან მარტივად, მაგრამ ნახეთ პოლიტიკურ ნაწილში აი ეს არის ორი ტიპის რაღაცა, რაც პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ სტაბილურობასთან ამერიკისთვის. რაც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის ამერიკის მთავარი მესიჯი. შემიძლია პირდაპირ თქვა და ეს პრინციპი შეწერათ კიდევაც, ხო, საელჩოს განცხადებაში, რომ მათი მიზანი არის ამ ქვეყანაში მიიღწეს პოლიტიკური სტაბილურობა. რაც ასევე თქვენთვის არის პირდაპირ კავშირში მათთვის ინვესტიციებთან, ხო, და შესაბამის ბიზნეს და ეკონომიკურ და ფინანსურ გარემოსთან. და ეს არის ამერიკის პირდაპირ განცხადებული ინტერესი. თუ ეს არ მოხდება, ძალიან მარტივად, არანაირი ნორმალიზება არ მოხდება. შეიძლება რაღაც კონფერენციაზე მოხდეს რომელიღაცა ხოცი, მაგრამ იქიდან წამოვა ხელსარიელი, როგორც ხოცი, როგორც ეს წამოვა. კი ბატონო, პატიმრების გათავისუფლება და ოპოზიციის აკრძალვის სარჩელი ეს გასაგებია. ცდილობთ თუ არა, რომ შეერთებული შტატების დახმარებით აი ამ მიზნების მიღწევას იმისთვის, რომ სარჩელის უკან გამოწვევა მოხდეს, ან კანონების გაუქმება, ან პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტა. ანუ ეს ამას ხედავთ როგორც თქვენ შესაძლებლობას, რომ დაიხმაროთ ამერიკა ამ პროცესში. რაკეღა ოცნებას უნდა რომ ურთიერთობა აღადგინოს. ხო, მე ზოგადად პოლიტიკურ მიუხედავად რომ საგარეო მდივანი ვარ და მუშაობ საერთაშორისო ურთიერთობებზე, მე პოლიტიკას ზოგადად აღვიქვამ როგორც საშინაო პროცესს უმთავრესად. ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს რაღაცები სწორად და საბოლოო ჯამში მე ძალიან კარგად გააზრებული, რომ პოლიტიკური ცვლილება არის ჩვენი საქმე, ქართველების საქმე, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკოსებს და ჩვენს ამომრჩეველს. ამავე დროს პარტნიორები, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესების და მიხედვით და თავისი მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობის და მიხედვით, ბუნებრივია, აკვალიანებენ ყველა მხარეს იმაზე, თუ მათ რამე არჩევს სწორი. აი მე სწორედ ამ არხის მეშვეობით ინგა გრიგოლის ეთერში გავაჟღერე ძალიან კაფიოთ, რომ ამერიკის პოზიცია ბოიკოტზე იყო ის, რაც იყო. ამას მოყვა შემდეგ რამდენიმე დღიანი რაღაცა პინგ-პონგი, ჩემთვის დღემდე გაუგებარი. ეს საელჩოს დაწერა ძალიან ღიად და მათ თქვეს, დიახ, რომ თუ არ გამოიყენებთ პოლიტიკური ინსტიტუტებს მაგალითისთვის, ხო? ეს თქვენ გაზარალებთ. და საბოლოო ჯამში ჩვენს გვაზარალებს, იმიტომ ჩვენ გვინდა რომ ყველა კარგი акტორი, პროამერიკელი, პროდასავლელი ნახოთ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, რომ ნახოთ პოლიტიკური ცვლილება ამ გზითაც, მათ შორის მარტო ბოიკოტი, რომელიც იქცა მუდმივ ტენდენციად, ვერ იქნება მომგებიანი ვერავისთვის, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ ამერიკისთვის. ამიტომ ნახეთ, ეს არის პროცესი, რომელშიც ვინმე კი არ გარიგებს რამეს. მეგობრები და პარტნიორები გირჩევენ. გვირჩევენ და გვეუბნებიან ჩვენს და მე ეს ვთქვი, ღიად, არაერთ ეთერში და ურჩევენ, რა თქმა უნდა, რეჟიმსაც. რეჟიმსაც ელაპარაკებიან განსხვავებით ჩემგან. რეჟიმს ეუბნებიან, რომ შენ გინდა ურთიერთობების ნორმალიზება ჩემთან, ხო? რეჟიმს უნდა, ხო? ეხლა მე ხო არ ვარ ხელისუფლება, რომ ურთიერთობების ნორმალიზება მინდოდეს, ხო? მე რო ვიყო, არ დამჭირდებოდა, იმიტომ რომ არ მექნებოდა გაფუჭებული, აქედან დავიწყოთ. ამიტომაც რეჟიმს ეუბნებიან, გინდა ნორმალური ურთიერთობები? აი, გააკეთა ეს რაღაცეები. აი, რეჟიმი ამაზე პასუხად უთვლის, რომ რუბიოსგან არ მიიღებს ჭყვის სწავლებას, ხო? და რაღაცა თითის ხნევას. ამის მერე ჩადიან რაღაცა ვიწრო პროფილურ კონფერენციაზე და იქ გადაღებულ ფოტოს აჩვენებენ როგორც რაღაცა ურთიერთობების ნორმალიზებას, რაც არის სრული სიცრუე. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ აი ამ თუ კი არაფერი შეიცვალა პროცესში, ხელისუფლება ვერ მოახერხებს ურთიერთობის განახლებას, ან ურთიერთობის რაღაც დონეზე შენარჩუნებას შტატებთან? ნახეთ, შენარჩუნება მარტივად შეიძლება შენარჩუნება ის, რაც გააქვს დღეს.
ანუ ისაც აღარ გაქვს, ხო? ჩვენ დავკარგეთ, მოდი აქედან მოვიდეთ, დავკარგეთ რაც ქონდა. დავკარგეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რაც თავის თავში გულისხმობს ბევრად უფრო ნიუანსირებულ ღრმა ორმხრივ ურთიერთობას, ხო? სამხედრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კუთხით და არის უფრო მნიშვნელოვანი ამდენად. და ახლა შენარჩუნება შეუძლიათ შენარჩუნონ აი ეს. ну максимум რაღაცა საელჩოს მიღებაზე მივიდნენ 10 წუთით. და იქნაც გაიქცნენ, იმიტომ აი ეგეც კაი მაგალითია, ხო? პრემიერ-მინისტრი ქვია კაცს და იქ კიდე მინისტრები იყვნენ, ხო, რა ჩამწკრივებული. მოვიდნენ. იმისი შნოც კი არა აქვთ, აი ლეგიტიმური ვართო ხო ამბობენ, არჩევნები მოვიგეთო ხო ამბობენ. თუ ლეგიტიმური ხარ და არჩევნები მოიგე, ბაღში როგორ ვერ გამოდიხარ? ბაღში ვერ გავიდნენ, რატო იცით? იმ ბაღში ნამდვილი ქართველი ხალხი იდგა და იქ არ გაეშლებოდათ. იდგნენ თავისთვის კუთხეში, შეკუჩული, ვინტაჟურ მანქანებთან და შემდეგ გაიძურწნენ. შეფრო პრემიერ-მინისტრი იყო და ამხელა მიღებაზე მიხვედი, ამხელა მნიშვნელობის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ხო, რომელსაც ვებერთელო ბაღი აქვს და ვერ გაიარო. საზოგადოებას ვერ მიესალმო, ხო, რაღაცა ჭიქა ღვინო ვერ აწია მათთან ერთად. და ხარ ლეგიტიმური ლიდერი ამ ფონზე? აი ამის ვინმე შეჯერა? აი გახსნან ის ქვითრები დაკავებული რო აქვთ და ნახავთ ვინ არის ლეგიტიმური. კი ბატონო, თქვენ არჩევნებზე საუბრობდით, ამაზე გკითხავთ, მაგრამ რაღაცნაირად არჩევნებზე ისე საუბრობთ, თითქოს გაქვთ განწყობა, რომ თქვენი აკრძალვა არ მოხდება, თქვენი პარტიის აკრძალვა. თქვენ ვერ ხედავთ ამას როგორც რეალურ პერსპექტივას, თუ ეს მხოლოდ მუქარა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ბოლო დღეებში გვესმის კიდევ ერთხელ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სარჩელია, რომ მაგალითად გარეთ სანქციები თუ შიგნით აქციები და ასე შემდეგ ეს ფორმულა, რაც ოპოზიციას აქვს სტრატეგიად ეს პირდაპირ პირიქით საფუძველია მათი აკრძალვის. ანუ ამას ვერ ხედავთ როგორც რეალობას მოსალოდნელს. არა, მე მგონია რომ ძალიან რეალური საფრთხეა, აქედან დავიწყებ. სრულიად რეალურად მეჩვენება, იმიტომ რომ ეს ადამიანი, ბიძინა ბორენკა ივანიშვილი არის აბსოლუტურ, როგორ ვთქვათ, კამიკაძე მისიაზე წასული, ის ვერ ხვდება რომ საკუთარ თავს იმარხავს ამ პროცესში, მას არ ესმის და არც მრჩეველი არ ყავს, როგორც ჩანს, ანუ ვერ ურჩევენ, რომ რეალურად სულ უფრო ღრმად შედის ამ სპირალში, რომელიც თვითონ შექმნა თავისი არასწორი მოლოდინებით, არასწორი მიდგომებით და თავისი ძალიან ღრმა კონსპიროლოგიით და კომპლექსებით ასევე და თავისი ძალიან ბანალური, მე ვიტყოდი, წარმოდგენებით საერთაშორისო პოლიტიკაზე, რომელშიც გონია რომ კელი დეგნანი უბლოკავდა კრედიტ სუისის, ესე იგი, ამბის ნაწილში საკუთარ კაპიტალს, ხო? აი ეს რაღაცების ამ კაცისგან ყველაფერი თუ ასე უყურებთ მას, ესე იგი პარტიის აკრძალვა მოსალოდნელია. ძალიან რეალისტური ერთ-ერთი შესაძლო სცენარია, მაგრამ მე თუ საუბრობ სხვა ტონით და სხვა შემართებით, ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიცი, რომ ამ ქვეყნისთვის პოლიტიკურ ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ. აკრძალავენ ასე, გავაგრძელებთ ისე. აკრძალავენ ისე, გავაგრძელებთ კიდევ სხვანაირად. აი ეს ვიცი და ამიტომ მაქვს თუ რამე მსგავსი შემატყვეთ ტონალობაში ეს მახარებს, იმიტომ რომ მათ შორის არის ამ თემაზე მსჯელობა პოლიტიკურ წრეებში, ვინ მიიღებს მონაწილეობას თუ ღირს თუ არა საერთოდ მონაწილეობა, ანუ ამ თემაზე ისე მიდის საუბარი, რომ თითქოს ჭრდილშია სარჩელი, რომელიც არსებობს და რომლის განხილვაც მალე დაიწყება. კი, ეს კარგი კითხვაა, იმიტომ რომ და ეს უნდა ზუსტად რუსულ ავტოკრატიის, რუსული მეთოდი ეგ არის, ხო? იმდენი ბუნდოვანება უნდა შექმნა, იმდენი უცნაურობა უნდა შექმნა, რომ რაციონალური გეგმის დასახვა უნდა იყოს არათუ რთული შეუძლებელი. ძალიან უნდა ჭირდეს, რომ რაღაც გათვალო, რაღაც თქვა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, ნახეთ რას, რომ პირველი ბრძოლას არ შევწყვეტთ. არაფრის ფასად, ეს არ მოხდება. და ეს მოდეს ძალიან კარგად, მე მგონი უნდა იცოდეს, ხო, რამის ყველაფერი იცის, ესეც იცოდეს. მეორე და აი ამ ბრძოლაზე მაქვს ფორმატი ბრძოლისთვის ყოველთვის იქნება, რუსეთთან ყოველთვის იქნება ასეთი ფორმატი. რამდენი რა უნდა აკრძალო? არა, მილიონობით ქართველს აკრძალავ. მაგრამ მათივე არჩევნებშიც კი, მათივე გაყალბებულ არჩევნებშიც კი გვაქვს მილიონამდე ხმა. რა უნდა აკრძალო, ვერ გავიგე. ერთმა ბიძინამ უნდა აკრძალოს მილიონი, რეალურად მეტი, იმიტომ რომ მათი შედეგებია მილიონი ქართველი უნდა აკრძალოს. ეს ხალხი სადმე წავიდა გონია? პირიქით, ბევრად უფრო მეტი ვართ. მათ შორის მაშინ რო ხოცები იყვნენ ჯერ კიდევ და ეხლა რო აღარ არიან, ეგეთი ხალხიც არის უკვე ჩვენს რიგებში. შეიძლება ისეთიც არის, ვინც თქვენი მხარდამჭერი იყო და აღარ არის, ხომ? ისეთი არ არის, ვინც ჩვენი მხარდამჭერი იყო და ახლა გაკოცდა. ეგეთი თუ არის, რა ვიცი, მაგათ საშუალო არ ყოფილა. ეხლა ბოლო წელიწად ნახევარში თუ გაკოცდა ვინმე, ფლათ უსაშუალოდ ყოფილა მდგომარეობა, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი, ვინც იყო ქოცი, სხვადასხვა მიზეზით, შეიძლება ისე, შეიძლება ასე, აღარაა გაზრი, მაგრამ აღარ არის. აღარ არის, არის სწორ მხარეს. არჩევნებზე და ერთი კითხვა და როგორ შეიძლება რომ 20 კაციანმა რეჟიმმა რამდენიმე მილიონს აუგზავნოს რამე? ბოლოს ეს რამდენიმე მილიონი ადგება და იმ 20 კაცს 20 კაცი ძალიან შემცირება ხომ არ გამოგდით? აი, იყოს 100 მაგალითად. ხოცების ან პარლამენტში რამდენი არიან პლუს მიამატე მინისტრები და მათი რაღაცა აპარატის იმ აპარატებში და პოლიციაში ნახევარზე მეტი ოპოზიცია რეალურად. იყვნენ, აი 200 იყვნენ თუ გინდა. აქეთ ვართ 2 მილიონი. ასე რომ
გაუჭირდებათ რაიმეს რეალურად მიღწევა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ არჩევნებზე. როცა თქვენ ამბობთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის მზად ხართ, იმიტომ რომ ეს როგორც ინსტრუმენტი გამოიყენოთ, 2024 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა საარჩევნო კოდექსში. მთავარი პრეტენზია თუ უკმაყოფილება რაც შეიძლება თქვენთან გქონდეთ ოპოზიციის მეორე ნაწილს, არის ის, რომ ჩვენ უკეთესი არჩევნები გვინდა და ამ არჩევნებში მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად რთული იქნება. მე არ მინდა უკეთესი არჩევნები. იმ შემთხვევაში, როცა საარჩევნო კოდექსით შეზღუდ მხოლოდ კანონებს რომ შევხედოთ და თავი დავანებოთ პოლიტიკურ გარემოს და იმ საქმეებს. კანონებით როცა მონიტორინგიც და დაკვირვება რთული ხდება, მედიისთვისაც მუშაობა რთული ხდება, ახალი სახეების გამოჩენა პოლიტიკაში რთული ხდება და არსებული მოქმედი პარტიების ბედიც არის გაურკვეველი. აი თქვენ როცა ამბობთ რომ უკეთესი არჩევნებისთვის იბრძვით, აი ამ არჩევნებში რომ უკეთესად ჩატარდეს ეს პროცესი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ან როგორ იბრძვით, რა ფორმებს იყენებთ? ხო, დავიწყებ ცოტა ამით. პირველი, ჩვენი ფილოსოფია ძალიან მარტივი. პირველი, ვიბრძვით იმისთვის, რომ მივახციოთ უკეთეს არჩევნებს. ეს ნიშნავს ქვეყნის შიგნით ბრძოლას, ბევრი ტიპის დემოკრატიული შრომით, რეგიონებში კამპანიით იქნება, თუ პროტესტით იქნება, თუ ცნობიერების აწევით იქნება კონკრეტულად ამ თემაზე, თუ საგარეო ზეწოლით და წრეხით იქნება და მთელი მსოფლიო აბსოლუტურად არის ჩვენს მხარეს, ეს ერთი და ამავე დროს ვამბობთ, რომ არც ერთი არჩევნების დათმობა და ჩუქება ქოცისთვის არ არის არათუ სწორი, არის მაპატი და სულელური. სულელური, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და ამჯერად უკვე ამას რომ ვამბობ. მე ზურგს მიმაგრებს ემპირიული პრაქტიკა, არა მარტო ქართული, ჩვენ ციფრები გვაქვს, 25-ში რა მოხდებოდა, ოპოზიციის ნაწილს რა დაეთმო და საჩუქრად არ მიეცა ეს ქალაქი და დიდი ქალაქები. ამავე დროს უნგრეთი ვნახეთ. აი ეს არჩევნები რომ ცოტა უკეთესად ჩატარდეს, რაიმე შეგიძლიათ თქვენ რომ გააკეთოთ? ჩვენ შეგვიძლია რა, იმ ფონზე არა ვართ ხელისუფლება, შეგვიძლია მასზე მოვახდინოთ დემოკრატიული ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან, ქართველი ხალხის ზეწოლა და ქვეყნის გარედან საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა. ეს არის ორადორი ბერკეტი, რაც ჩვენ გვაქვს, ხო? იმ ფონზე, როდესაც CSKO-ს აკონტროლებს ეს რეჟიმი. სხვა ფიზიკურად არაფერი არსებობს, ხო? რაც შეიძლება გააკეთო ოპოზიციიდან, ხო? de facto ოპოზიციიდან. ამიტომ ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე წელიწად ნახევარია, თითქმის 2 წელი და ამას გავაგრძელებთ. ამავე დროს ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის რაიმეს დათმობა არის უპასუხისმგებლობა და დიახაც ქოცობა. ვინც ბრძოლის ინსტრუმენტებზე ამბობს უარს, არის ქოცი. და ამას ვამბობ სრული გააზრებით, სრული პასუხისმგებლობით და ამას ადასტურებს ყველა ფაქტი, ყველა ციფრი, ყველა ემპირიული პრაქტიკა. ჩვენივე პრაქტიკაც და საერთაშორისო პრაქტიკაც. ამიტომაც ლელო ძლიერი საქართველოს პოზიცია არის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ყველგან და ყოველთვის ყველა პროცესის, ყველა პროტესტის და ყველა ბერკეტის გამოყენებით. კი ბატონო, მადლობა.